სამსახურს მორჭამი გათავ. ეს არ გამოვა რეალური. აი ეს მოქმედებები, უბრალოდ არა მოქმედებები. უსაკაროდ დარჩა ეს ადამიანი. ხო? პრობლემის საბუთია ეგრე. რამე რო იყოს და ეს კანონი რომ ასე მიიღო ნამაკმა და დაიწყო უკვე ფიქრი, ხო? თავიდან დაიბეჭდა დაახლოებით 1000 სერტიფიკატი. ვილიამსის კონცერტი მოხმარდა. თუ ესე უხის ჩვენს ქვეყანას რომ რობი ვილიამს უნდა გადაუხადოთ 29 მილიონი. ეხლა Maroon 5-ი ჩამოდის კიდევ ბათუმში იქნება ამდენივე თანხა იქ მიდის და მინდა მივმართო კულტურის მინისტრს რა ისიც რა შუბლის ძალით იხდის სახელმწიფოს გულს. ძალიან დიდი იმედი გაგვიჩნდა იმის მერე რაც აი იყო ეს ორი ზარი და ნუ ბოში გეუბნებით ერთ საათის განმავლობაში მელაპარაკებოდა ეს კაცი რომ ყველა დეტალები ანუ გავიარეთ ერთად. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ჩვენ დღევანდელი აქცია არის დაიხვეწეთ პარლამენტარებო, იმიტომ რომ სამწუხაროდ აი დავით უსუპაშვილის აპარატის გარდა ყველა ფრაქციაში ჩეხო შევიტანე წერილები, 13 წერილი შევიდა. არც ერთი ფრაქციიდან არ არის არანაირი რეაგირება, არც პოზიციიდან, ანუ ქართული ოცნებიდან, არც ოპოზიციიდან, არც თავისუფალი დემოკრატებიდან, არც ის რა ქვია, ფორუმიდან, არც რესპუბლიკელებიდან, აბსოლუტურად არავის არ აინტერესებს აი ეს თქვენი პრობლემა. იმიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს გაგვეკეთებინა აქცია პერფორმანსი გაიღვიძეთ და ამ ბუდილნიკს აი ამ აღვიძარას ჩვენ ვაჩოქებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, გადავწყვეტ საჩუქრად რომ გაიღვიძოთ და პროცესს დაიწყოს თავი. შესანიშნავი. მოკლედ ყველაზე იმედია გაიღვიძეს.